საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 97 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომლებსაც აფასებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახორციელებდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, MDMA, მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალების დაფასებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოს უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინეთ, რაც ასჯელის სახით და ზომად 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შემდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმშელებს.